თქვენ რატომ მოხვედით აქ? რა გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ახლა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის? პირველ რიგში მთავარი რამ მინდა ვთქვა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პირველ რიგში დიდი ჩემთვის დიდი მნიშვნელოვანია თქვა შემდეგი რამ. დღეს არა მხოლოდ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, არა მხოლოდ ქართული ოპოზიციური მთლიანი სპექტრი, არა მხოლოდ მთელი არასამთავრობო სექტორი, არა მხოლოდ მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიო პოლიტიკური სპექტრი და მთელი მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება საუბრობს ერთხმად, მკაფიოდ, სწორხაზოვნად, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გარდაუვალ გადაყვანას საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში. ყველანი ერთხმად საუბრობენ ამას და არა მხოლოდ საუბრობენ, ყველაზე კვალიფიციური ექიმები, როგორც ქვეყნის შიგნით, განურჩევლად, რა თქმა უნდა, სამედიცინო დარგის სპეციალისტებზეა საუბარი, პოლიტიკური კუთვნილებისა, ხო? კვალიფიციური პროფესიონალი ექიმები, არა მხოლოდ ქართველი, არამედ ევროპელი, ამერიკელი დასკვნას ექსპერტებს. და უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე აღჭურვილი ამ შესაბამისი დასკვნებით, რომელიც დაიწერა სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ, სასამართლოს მიმართავენ, რომელიც მორჩილი არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის. მაგრამ რაღაცას ხომ მნიშვნელობა აქვს. მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი, როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში დიდი ხანი და ის თვეების განმავლობაში არ ადამიანი მომყობა, რომელიც ხორციელდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, აი მის შედეგია დღეს ამ მდგომარეობაში არის მისი ჯანმრთელობა. თუმცა დღეს თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი, მისი მმართველი სასამართლო რუბიკონს გადალახავს როგორც მძიმე მდგომარეობაში ჯანმრთელობის ხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ვერაფერი ძველებურად ამ ქვეყანაში ვერ გაგრძელდება და რას გულისხმობ კონკრეტულად. როდესაც სარჩელს შეიტანს სასამართლოში აპლიკაციას დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის, დასაბუთებულად რომ ერთადერთი გზა არის გადაყვანა საზღვარგარეთ და მოსამართლე ჩაკუჭაიგებს, მაგიდას დაარტყამს და იტყვის რომ მიუხედავად იმისა, აქ რა წერია ევროპელი, ამერიკელი და ქართველი სპეციალისტების მიერ გულით შეიძლება ვეთანხმები, საღიაზე პანახობს რომ ეს ყველაფერი სიმართლე აქ რა წერია, მაგრამ ჩაკუს ვარტყავ მაგიდას და ვამბობ რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს საქართველოში და განაწილული იქნეს სიკვდილისთვის, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე და ტყვეობა, განსაკუთრებით რომ ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს უკვე საკუთარი მდგომარეობა მაინც უნდა აინტერესებდეს. დანარჩენი იქნება ქართულ საზოგადოებაზე დამოკიდებული, საერთაშორისო საზოგადოებაზე, პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობაზე და ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება. თუ რას გულისხმობ ამ სიტყვების უკან, ამაზე ძალიან ვთხოვთ ვრცელ კომენტარს თუ გამაკეთებიათ. მოვა შესაბამისი კონკრეტული დღეები და ყველა ვიხილავთ ამ ყველას. მადლობა ძალიან დიდი.